დილა მშვიდობის გოგოებო როგორ ხართ? ყავა დავდგი უკვე. ვადურებ. მათ ისწავლება სკოლაში. მე ჯერ ადრია ხო, მე დარბაზში უნდა წავიდე დღეს აუცილებლად. ხო გითხარით ყოველდღე აღარ ვივლი, მაგრამ კვირაში 4 დღე მაინც. ძალიან არ მინდა დაკლება წონაში. ცოტაც და ატყდა. ფიქრობ ხა დღეს ეჭინი რა უნდა მოვამზადო. ნავიყიდო. ჩავყაროთ. მოვედი. ესე იგი დამასაქმეს. ის გავუკეთე ჩაი ორივეს. მათე დალია. როსტურას ნიკას გავუკეთე და ამა რომ მოისმინა, ვარა ვიცი, ნახოთ თუ დალევს. ეს წაიღე, მათე? ჩაი. ორივეში არის შაქარი. 2 კოსი. ეხლა ვფიქრობ საჭმელზე დღეს და რა გინდათ, აბა? არ ვიცი, ერთ საჭმელზე თუ შევთანხმდებით ყველა კარგი იქნება. მათე რა გინდა საჭმელი დღეს რო გავაკეთოთ? ეხლა ჩემს სახეს უყურებ გოგოებო და არ ვიცი, ცოტა შემევსო სახე, თქვენც მარტყობთ, მარტო მე ვატყობ. დღეს უნდა ავიწყნო. უკადავალ დარბაზში. საერთოდ როცა იმატებ ადამიანი პირველ რიგში სახეს ეკეთყოფა, ხო იცით, ეგრე არის. რო იკლებ, მაშინაც პირველ რიგში სახეს ეტყობა და ეხლა მომჩინე რომ თითქოს ცოტათი შეიძლება იმანაც კი გამოიწვიოს ეს წყლის შეკავება ორგანიზმში რაღაც მომენტში შესიებული გქონდეს და მადედან გამომდინარე ჩაუწიე ხდებოდეს ესე, მაგრამ შესიებული თვალები უნდა მქონდეს და არა, მაგრამ თითქოს ლოყები შემივსო, ეგრე მომჩინე. ვიცი, აბა ავიწონები და სასწორი კარგად გამოაჩენს მაგ ამბავს. მოვიმატე მართლა თუ მეჩვენება. კიდე იცით რა უნდა გასწავლოთ, ეხლა ვსწავლობ მეც ჯერ. და მერე თქვენს გასწავლით. დღესაც უნდა მოვუსმინო კიდე. თქვენი წონა უნდა გაამრავლოთ ორი მთელ რაღაცაზე. ანუ იცით ისი გამოთვლა არის ეგ, დღის განმავლობაში საერთოდ არააქტიური რო იყო, მაინც ხო ვწვავთ კალორიებს და დაღლობებით რამდენ კალორიას ვწვავთ. აი საერთოდ რო არც ივარჯიშო, რო ვსუნთქავთ და ვარცებობთ კალორიები ხო იწვის და გუშინ მე და ნიკამ გამოვთვალეთ, ნიკამაც თავისი გამოთვალა, ეხლა აღარ მახსოვს ზუსტად, კარგად მოვუსმენ და გასწავლით, როგორ უნდა გამოთვალოთ დღის განმავლობაში სულ დივანზე იჯდე, რამდენ კალორიას წვავ. და
და ჩემი იყო 1300 კალორია. აი საერთოდ რომ არაფერს არ ვაკეთებდი და თუ ეხლა იმასაც მიათვლი რომ რაღაცა სახლში მოძრაობ და რაღაცებს აკეთებ, ალბათ 1400-1500 კალორიამდე ადის. ეს გჭირდება უბრალოდ სიცოცხლისთვის. რა თქმა უნდა, ზუსტი ეხლა იმაში ვერ გამოთვლი მაგას. ზუსტ ციფრებს ვერავინ ვერ გამოთვლის, მაგრამ დაახლოებით. და როცა უკვე ვარჯიშობ, როცა უკვე აქტიური ხარ, კვირაში ორჯერ თუ ვარჯიშობ, რამდენ კალორიას წავ კვირანაირად იზომება მერე უკვე. უფრო და უფრო მეტს ხარჯავ. აი ამიტომ მინდა რომ მე კვირაში ვივარჯიშო 4 დღე და 7 დღე აღარ ვივარჯიშო, იმიტომ რომ მე რო 7 დღე ვივარჯიშო და ვუხარ ან 6 დღე, გამოდის რომ 2000 კალორია. 2000 კალორიას დავწვავ, იცით როგორ, აი აუცილებლად რომ დაიწვება 2000 კალორია და მაგდენი რა უნდა ჭამო, ხო? როგორ უნდა იკვებო, მაშინ ძალიან ბევრი უნდა ჭამო და მაგდენი არ შემიძლია. წინააღმდეგ შემთხვევაში იქნები კალორიულ დეფიციტში და რა თქმა უნდა დაიკლებ წონაში. თუ არ შეჭამ მაგდენს. და შენ თუ გინდა რომ სწორად იკვებო, ცილა ჭამო, ხორცი, ბოსტნეული, განა რამდენი ცილა უნდა შეჭამო, რომ 2000 კალორია გამოგივიდეს და უფრო მეტი, რომ არ დაიკლო. ამიტომ მე უნდა ვივარჯიშო 4 დღე კვირაში. 3-4 დღე. მეტი არ მჭირდება მე. მეტი ვარჯიში. და მივიღო ხოლმე 1700-1800 კალორია. ვარ მოვიმატო და არც დავიკლო. აი ნენელა ამ ყველაფერს ვსწავლობ. ახლა მაგ კურსით. და ზუსტ გამოთვლას გასწავლით თქვენც როგორ უნდა. არ დამამახსოვრდა რა. ცოტა ხანი მოვუსმინე, მაგრამ არ მახსოვს. ისეთი ინფორმაციული ვიდეოებია, პატარა ვიდეოებია, დიდი არა, მაგრამ ძალიან ინფორმაციული და 2-3 ჯერ უნდა მაინც მოვუსმინო, რომ დაიმახსოვრო, გონებაში ჩაგიჯდეს. გასწავლით ყველაფერს, რასაც მე ვისწავლი. ესე იგი შენი წონა უნდა გაყოვრი მთელოზე და გამრავლო 1000-ზე მე მგონი ეგრე იყო. ზუსტად არ მახსოვს. ეხლა მათე ავქნათ. გავამზადოთ. თუ ჯერ ადრია. რომელი? დღეს ავიწყენები. ვივარჯიშებ. კარდიოსაც ანუ ყოველდღე არ გავაკეთებ, იმიტომ რომ მაგითიც იკლებს ადამიანი, ველოსიპედი ან ბილიკი. მაგითი ძალიან იკლებ. 200 კალორიას ვწვავ ხოლმე მარტო მაგ დღეს რა, როცა ვაკეთებ. ველოსიპედზე მარტო, ანუ. და კვირაში 2 დღე რომ იგი გავაკეთო, კარდიო და ხელის ვარჯიში დავუშვათ. და კვირაში 2 დღე ფეხი უფრო რთული ყოფილა. ფეხისა. აი ეგრე დავარეგულირე მე. ძნელია ძალიან, ადვილი არ არის. ეს ყველაფერი, აი აქამდეც როგორი მივაღწიე, რომ წონას ვინ არჩუნებ, არ ვიმატებ. ამ ყველაფერს უნდა სერიოზული სწავლა, გოგოებო. სერიოზული სწავლა და გასწავლით ყველაფერს თქვენც. ჩემო გულებო. ყველაფერს გასწავლით, მე რო ვისწავლი. სულ თავისუფლად შეიძლება წონა ვეღარ დაიჭირო და გაიქცეს დაბლა. აი თუ მაგალითად მე ვივარჯიშე ყოველ დღე და არ მივიღე 2000-ზე მეტი კალორია, დეფიციტი შეიქმნება და დავიკლებ. ეხლა მე დაკლება გამინდა, ნამდვილად არ მინდა დაკლება. და ისე უნდა დავარეგულირო, რომ არც მოვიმატო,
და არც დავიკლო. ეხლა თანათახო ვისწავლი და იცით რა მინდა? კუნთი რომ მოვიმატო, ცხიმი არ მოვიმატო, კუნთი მოვიმატო. ამიტომ უნდა მივიღო ცილა და ნაკლები ნახშირწყლები. და ძალიან კარგი არის. ძალიან კარგია ცხიმი, ჯანსაღი ცხიმიც, ბევრი არა, მაგრამ ცხიმს ძალიან აი ისე ითვისებს, რომ ორგანიზმი რომ თვითონ ათვისების მომენტში არანაირ კალორიას ძალიან ცოტა 0 რაღაცა კალორიას ხარჯავს. და ცილას როცა ითვისებს, აი ეს ათვისების მომენტშიც ხარჯავს კალორიებს. მე მგონი 200 კალორიიდან 40 კალორიას წვავს ათვისების მომენტში, ცილის ათვისების მომენტში. ნახეთ რა საინტერესოა. თორმით უმეტეს ჯერ არ ვიცი არაფერი, აი ფაქტიურად რა ძალიან ცოტას ვუსმინე. მაგრამ მაინც ბევრი რაღაცები ვისწავლე. ხო და მე მინდა რომ კუნთის მასა მომემატოს, ცხიმისა არა. ამისთვის აუცილებელია ვარჯიში, ისე ვერ მოიმატებ კუნთის მასას. და მარტო ველოსიპედითაც ვერ მოიმატებ და იმითი, ბილიკით. მაგითი ვერა. მძიმე წონებით იმატებს ადამიანი კუნთის მასას. მძიმე წონებით, აუცილებელია მძიმე წონები. აი ისე რომ წონას რო წე, უკვე რო იღლები გიჭირს და მაინც რო წე, აი იქამდე უნდა ივარჯიშო. იმადამდე უნდა ივარჯიშო, რომ გაგიჭირს. აი იმ შემთხვევაში და თან უნდა ჭამო. ცილა. ნახშირწყალი, ბოსტნეული უნდა იკვებო ძალიან კარგად. ამ შემთხვევაში უკვე წამოვა კუნთის მასა. აბა ვნახოთ ერთი. მე თან ვსწავლობ თან ჩემ იმაზე რა ქვია, ორგანიზმზე დავინახოთ ერთი, რა იქნება, აბა თუ მართლა ამართლებს. არა და მე არ მივეკუთვნები იმ ტიპს, რომ ჭამდეს საჭმელს. ხო არის სამი ტიპი. მავიწყდება. მეზომორფი მახსოვს. ყველაზე ისეთი რო არის, აი ყველაზე ასეთმა ადამიანებმა რომ უნდა იფიქრონ, რომ ნამდვილად გაუმართლათ, ასე ვთქვათ. ადვილად რო იმატებენ და ადვილად იკლებენ. აი ვაკ ტიპს. ქვია მეზომორფი. და ვფიქრობ, რომ მეც მაგ იმაში შევდივარ, იმიტომ რომ მაგ ტიპში, იმიტომ რომ მე არ მიჭირს არც მომატება, არც დაკლება. ეხლა ამ ბოლო დროს კი აღარ ვიმატებ წონაში, მაგრამ არ ვიცი, იმიტომ რომ კუჭი უკვე დამპატარავდა და მაგიტო, მაგრამ ადრე რომ ვერ ვიკლებდი წონაში, ახლა მაგაზე დავფიქრდი. სულ მინდოდა წონაში დაკლება, მაგრამ ვერ ვიკლებდი. შეიძლება ბოლო ტიპიცა ვარ, აი ცხიმს რო იმატებენ უფრო და კუნთს ვერ იმატებენ. მესამე ხო ეგ არის. ერთი არის, რომელიც ჭამს და ვერ იმატებს საერთოდ, რამდენიც არ უნდა ჭამოს. რამდენიც არ უნდა ჭამოს, ვერც კუნთს იმატებს, ვერც ცხიმს იმატებს, პირველი. დამავიწოდა სახელი, მე უნდა ჩავიწერო ერთი და და ჩემი მგონი ჩაწერილიც მაქვს. მეორე არის, რომელიც იმატებს, რო ჭამს, ადვილად იმატებს და ადვილად იკლებს. და კუნთსაც და ცხიმსაც. და მესამე, რომელიც კუნთს ვერ იმატებს, ცხიმს იმატებს. ეგ ცოტა რთული პრობლემაა. შეიძლება მაგაში ვიყავი მე აი მაგ ტიპში და მერე რო დავიკელი ეს ცხიმიც ფაქტიურად დავიკელი, მე მარტო კუნთიც დავიკელი რა თქმა უნდა და ცხიმიც დავიკელი, მაგრამ შეიძლება უფრო მეტი ცხიმი, კუნთი ვიდრე ცხიმი. აი არის ცუდი. ამიტომ ეხლა კუნთი უნდა გავზარდო რა წერია მითხარობ ჩემ ორგანიზმში და ცხიმი ნაკლებად, უფრო კუნთი რო მოიმატოს. ის ხარ რა წერა ხო, ყველაფერი არ ვიცი ჯერ, მაგრამ რა ვიცი.
როდესაც გიზიარებთ. წავედი ხა ესეთი პატარა ვლოგით მოვედი დღეს ესეც რომ მოახერხე ეგეც კაია დღეს რაღაც ვერ გავუგვიძე კარგ ხასიათზე. ალბათ მეტყობა კიდევაც. უხასიათო თავდექი, მაგრამ არა უშავსო ზოგჯერ ეგრეც ხდება. ძირითადად მე არ მემართება ხოლმე ესეთი რაღაცები, დილიდანვე ძალიან კარგ ხასიათზე ვდგები, თორე ვიდეოებიდან ხოლმე ჩანს მეტყობა, რომ დილიდანვე პოზიტიურად მოვდივარ, მაგრამ ეს რაღაც ვერა, თითქოს თვალები ძლივს გავახილე რა, აი არ მინდოდა თვალები გეხუჭება თავისით და დაღლილი ავდექი. უკვე მერე ამათმა კინკლაობა დაიწყეს და პატარა რაღაცას მოქმედებს ადამიანზე, ხო იცით, ბავშვებმა. მათ ემიცის წივილი ძალიან ცუდი. წავედი დროებით. წარმატებული დღე ყველას.